რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველაზე ფართო მასშტაბიანი სამხედრო თხრნები დღეს დასრულდა ორფოლოს პოლიგონზე. ფარი 2009-17 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედროებამ დღეს ბოლო საჩვენებელი სწავლება გაიარეს, რომელიც 10 ეტაპისგან შედგებოდა. ჯარისკაცებს ორი მიმართულებით შემოჭრილი პირობითი მტერი უნდა გაენადგურებინათ. პირობით მტერთან ბრძოლის დაწყებამდე ქართველმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის ტაქტიკური მარაგების ბაზები გაანადგურეს. შეიარაღებული ძალების საველე ტაქტიკური სწავლება ფარი 2009 სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგესთან ბრძოლას სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო. მტრის ბაზების განადგურების შემდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო. ჰაერში პირველად Su-25-ები გამოჩნდნენ, რომლებმაც საჩვენებელი მანევრების შემდეგ ქართული თვითმფრინავების გასანადგურებლად გამოშვებული რაკეტების გასანეიტრალებლად სითბური ხაფანგები გაუშვეს. ამის შემდეგ მოწინააღმდეგის ორგანიზებული გადაჯგუფების შესაჩერებლად ქართველებმა საავიაციო დარტყმები მირვა და Mi-24 ტიპის საბრძოლო შეუმფრენებით დაიწყეს. პირობითი მტრისთვის მეტი დაბრკოლების შესაქმნელად ჰაერიდან ნასროლი უმართავი რაკეტებით ხიდებიც ააფეთქეს. მთავარი ამოცანის პირობითი მტრის გასანადგურებლად ავიაციის შემდეგ მასიური დაბომბვა მძიმე ტექნიკამ, რეაქტიულმა და საზეიმტო დანადგარებმა დაიწყეს. ქვეყანაში ორი მხრიდან შემოჭრილი მტრის პოზიციებზე შეტევა ქართულმა სამხედროებმა ყველა მიმართულებიდან და ყველა ტიპის ასაფეთქებლებით განახორციელეს. დავალების შესასრულებლად სამხედროებს 50 წუთი დასჭირდათ. ამ პერიოდში მათ მოწინააღმდეგის 80%-მდე განადგურება შესწრეს. ქვეყნის თავდაცვითი ზოლის აღდგენის შემდეგ ორფოლოს პოლიგონზე სამედიცინო ევაკუაცია გამოცხადდა. სამხედრო ექიმებმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების და გარდაცვლილების გამოყვანა დაიწყეს. ბოლო პერიოდის ყველაზე ფართო მასშტაბიანი სწავლება 10 ეტაპისგან შედგებოდა. 17 დღიანი მეცადინეობის შემდეგ სწავლების ხელმძღვანელები ორფოლოს პოლიგონზე ნაჩვენების შედეგით კმაყოფილები იყვნენ. ტაქტიკური ჯგუფი არის ახალი ცნება ჩვენ ჯარისთვის. ყველა თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ეგეთი როგორც მაგალითად აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში იყენებს სწორედ ამ ტაქტიკას. ანუ რას ნიშნავს ტაქტიკური ჯგუფი? ეს ჯგუფია, რომელსაც შეუძლია საბრძოლო მოქმედება ავტონომიურად, ან არ სჭირდება დახმარება ცენტრიდან. ეს იყო დღეს გამოყენებული და საკმაოდ კარგად. სწავლების ხელმძღვანელები დღეს ადასტურებდნენ, რომ ფარი 2009 ფარგლებში სამხედროებმა მნიშვნელოვანი გამოცდაც ჩააბარეს. ორფოლოს პოლიგონზე მათ დაამტკიცეს, რომ ურთიერთშეთანხმებულად ბრძოლა შეუძლიათ. ქვეყნის მთავარსარდალი პოლიგონს თვალს შორიდან ადევნებდა. ჯარისკაცებთან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ გადაინაცვლა. ქვეყანამ გადაიტანა რუსეთთან ომი და ქვეყანას კიდევ აქვს ჯარი და ქვეყანა კიდევ დგას ფეხზე. ავღანეთში ნაკლები ჯარი შევიდა რეგენერირდა 79 წელს ვიდრე ჩვენთან. დღეს რასაც მე უყურებ და მუდმივად ვადენებ თვალყურს. ჩვენი არმიის საბრძოლო სულისკვეთება არის უფრო უკეთესი ვიდრე როდესმე და რაც თავარია ცოდნის დონე არის უფრო უკეთესი ვიდრე როდესმე. ახლა თავარია ცოდნა, კიდევ მეტი ცოდნა, კიდევ მეტი კვალიფიკაცია, კიდევ მეტი მომზადება. ჩვენ მუშაობთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე და გაძლიერებაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა, თავდაცვის სამინისტროს ამოცანა, გაერთიანებული შტაბის ამოცანა და ჩვენ განვაგრძობთ ამ მოქმედებას. ფარი 2009 საჩვენებელ სწავლებას დღეს საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. კანონმდებლობის თქმით, ქართულმა ჯარმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილია. საქართველოს ჰიმნით ფარი 2009 დასკვნითი ნაწილი დაიწყო. სწავლებაში მონაწილე ბრიგადების მეთაურები პრეზიდენტმა სპეციალური მედლებით დააჯილდოვა, შემდეგ კი მათთან ერთად ქართული ჯარის სადღეგრძელო შესვა. მე არ მეგულება უფრო ძვირფასი პროფესია ქართველებს, უფრო დასაფასებელი და პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის ხელობა, ის პროფესია, რომელიც თქვენ გაქვთ. და არავის წინაშე ესე მე და ჩვენი ქვეყანა არ ვართ ისეთ ვალში, როგორც თითოეული თქვენგანის ცოცხლების წინაშე და ასევე მათ წინაშე, ვინც სამშობლოს თავი გაწირა. თქვენ პროფესიას გაუმარჯვებთ, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს გაუმარჯვებთ. გაგიმარჯობთ.